გრიგოლ მე დაგისმევ მკითხვებს და გამესი პასუხები კარგი დავიწყოთ კი შენ ხარ სუპერ მაგარი ბავშვი მადლობა მე ძალიან მომეწონა მაიკლ ჯექსონი რომ იმღერე მადლობა ჯექსონის ეკვარიცი გინდაგანა ხო ოჩეხ მაგარია მე მგონი ჯექსონზე უფრო კარგი გამოხვა შენ მომავალში მე მგონი რაღაც არ გონია კი ეგრეა სამაგარი ტიპი ხარ მართლა კარგი შენც შენ ხარ განათლებული სიგნიერი და სკოლა გიყვარს მე მგონი ძალიან მიყვარს აკაკი წერეთელი ილია ჭავჭავაძე პაოლო იაშვილი და კიდე იოსებ გრიშაშვილი მიყვარს ძალიან მაგრატე ლექციები მიყვარს შენ გრიგორ რომანები გიყვარს ესე ეკითხულობ უფრო სათავგადასავლო და აი დეტექტივი მიყვარს რა შენ როგორი გიყვარს კი ძალიან ანუ მე და შენ ვარ ციგნიერი არა ჯიგარი ხარ გრიგორ შენც შენ უფრო არა შენ უფრო მაგარი ხარ ჩავეხუტო მოდი ეგეთი და ეს ორი გრიგოლ ყიფშიძე Over time, I've been building my castle of life, just for two. Though you never knew you were my reason, the Sandman has come from too far away. But you do say come back some other day. They do, you don't believe that they do come true. Falling in my dreams come true when I look at you. And maybe too, if you would believe, you too might be overjoyed, over love for me. Over hearts I have painfully
ყიფშიძე. ლელას გთხოვთ შეაფასოს მუსიკალური გრიგოლი, გთხოვთ შეაფასეთ. მაგარია. ლელა მოგესალმებით. ისე ვარსკვლავურად დაიწყო X Factor-ის მეორე ლაივი. მე გრიგოლს მინდა მთელი სულით და გულით მიულოცო, იმიტომ რომ ის ყველაზე უმცროსი კონკურსანტია ამ პროექტის, თუმცა მღერის და აზროვნებს როგორც ზრდასრული ადამიანი. არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ. ისე მიხარია რომ ამ პროექტში ხარ და გილოცავ ესეთ ბრწყინვალე გამოსვლას. დიდი მადლობა ლელა. სოფო შენ როგორ მოგეწონა ჩვენი გრიგოლი? მე საერთოდ ვგიჟდები გრიგოლზე და დღესაც მის გამოსვლაში მინდა აღნიშნო რომ იყო ისეთი დეტალები, რომელიც არა მარტო მუსიკოსებს, ჩვეულებრივ მაყურებელს, რომელიც აი მართლა ეხა ზის და გარწყინებული თვალებით დარწმუნებული ვარ ვუყურებს ამ პატარა ვარსკვლავს, არ გამოეპარებოდა, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს აკეთებს მუსიკალურად, აი რომ ახსენდება ჟრუანტელი მივლის არ მინდა იქვე მოსმენა. გახსენებისასაც კი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქონდა, რომ ამ ხელა შოუ გახსნა ყველაზე პატარამ და არაჩვეულებრივად შეასრულა ეს. დიდი მადლობა. სტეფანე, შენ როგორ შეაფასებ? როგორი დასაწყისი იყო? ასეთ გრიგოლს, როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ არის ყველაზე პატარა და მე დავამატებ ყველაზე პატარა და ყველაზე მაგარი მონაწილე ხარ გრიგოლს შენ. დიდი მადლობა. ყველაზე მაგარი ხარ. და დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად ეხლა მისი მენტორის შეფასებას ელოდება გრიგოლი. გიორგი გისმენთ როგორი გაბადრული სახე? გაბადრული და ამაყი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს გრიგოლს რთული დავალება ქონდა სინამდვილეში, იმიტომ რომ ამ სიმღერაში უნდა გაეკეთებინა ის, რაც ბავშვებს ყველაზე მეტად უჭირთ ხოლმე. ეს არის არა ზედმეტი ყვივილის, კივილის, ზედმეტი პანიკის გარეშე, ძალიან ნაზად, ძალიან მშვიდად, მაგრამ ძალიან ნატიფად ემოციით დამუხტვა ნელ-ნელა სიმღერის. შეამჩნევდა მაყურებელი როგორ მშვიდად, როგორ წყნარად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ეს მუხტი მოუმატა. ოღონდ ეს ისე მოახერხა, რომ ზედმეტი არსად არ მოსულია. ძალიან პატარა ნიუანსებში გამოხატა ეს ყველაფერი და ეს დაინახა ზუსტად სოფომაც, ეს დაინახა ლელამ და სტეფანემაც, მაგრამ ამას დაინახავდა არაპროფესიონალი მსმენელის მაყურებელი. მე დარწმუნებული ვარ, მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. წლევანდელ X Factor-ს ვაცხადებ ახალი თაობის X Factor-ად. ანუ ბავშვების X Factor-ად, არა იმიტომ რომ ეს ჩემი კატეგორიაა, არამედ იმიტომ რომ მე გავიმარჯვებ თუ არ გავიმარჯვებ, რადიკალურად ჩემთვის არაფერი შეიძლება. აქ მე ისევ პროექტი დამთავრდება, წავიყვან ჩემს გადაცემებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენს ნიშნავს ასეთი პატარა ბავშვებისთვის, ასეთ დიდ სცენაზე და ასეთ პროექტში გამარჯვება. ეს შეცვლის მათ ცხოვრებას სრულიად და ყველაზე მაგარი ის შენ არის. ცხოვრებასაც შეცვლის, იმიტომ რომ შენ ისწავლე ბავშვებთან ურთიერთობა, გიორგი, რა მაგარია. სრულიად მართალი ხარ, სოფო და ბევრი რამე ისწავლე ამ ბავშვებისგან. კი, უკვე ბევრი რამე ვისწავლე, ოღონდ მართლა გულწრფელად და ყველაზე მაგარი ის არის, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება, იმიტომ რომ ბავშვს არასდროს ჩვენ მუსიკალურ პროექტებში არ გაუმარჯვია და ყველაზე მაგარი ის არის, რომ ეს შეუძლია გააკეთოს მაყურებელმა. მაყურებელს შეუძლია შეცვალოს გრიგოლის ცხოვრება. შეცვალეთ ამ ბავშვების ცხოვრება და ისინი შეცვლიან თქვენსას, იმიტომ რომ ეს არის მართლა ახალი თაობა, რომელსაც ჩვენ ველოდებით და ელოდება ჩვენი საზოგადოება. მე ვამაყობ გრიგოლს. შენ შეგიძლია ამის შემდეგ პოლიტიკაში წახვიდე, გიორგი.